დავიწყოთ? გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, მე მარიამ გერწაძე ვარ, დუერთ თორქის წამყვანი. დღეს არის მე-5 ეპიზოდი, ჩვენი სტუმარია თორნიკე ცირამოა. დღეს ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ სტარტაპებზე, სტარტაპ გარემოზე, სამსახურებზე, როგორ შევიცვალეთ სამსახურები და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ წარგენაზე გადავალთ, ვიტყვი და შეგახსენებ კიდევ ჩვენს ორ წესს, რომელიც ძალიან კარგად იცით თურმე. პირველი არის ქართული ენის პატევისცემა და ვცდილობთ, რომ ქართული ენით ვისაუბროთ და არ გამოვიყენოთ სლენგები. სლენგი ხო სწორია. და მეორე არის უნოს წესი. სულ 3 კარტი გექნება. პირველი არის შეგიძლია რომ საკითხი რომელზეც ვსაუბრობ, ჩემო მიტრიალო და ჩემი აზრი მოისმინო. შემდეგ ეს არის დაბლოკვა. შეგიძლია რომ საკითხს აღარ შევეხოთ და ეს მესამე კარტი არის შეგიძლია საკითხი საერთოდ შეცვალო. სანამ უშუალოდ კიდევ სტუმრის წარგენაზე გადავიდოდე, ვიტყვი რომ ისევ ამჭიქებით ვარ წარმოდგენილი მეგობრებო და ველოდებით სპონსორს, როდის გატყდება ეგ ნავსი, რომელიც არაკომფორტულია. რომელიც არაკომფორტულია, ხო. ხო. მიდი თქვი. ან ვინც მაგალითად დღესვე იქნება სპონსორი და თავიდანვე შემოვა ამ გემზე, გაცილებით მეც მიიღოს, ვიდრე ცოტა გვიან, ამიტომ ახლა შეგიძლიათ გახდეთ ამ ძალიან დიდი საქმის თანამონაწილე. ზუსტად, ანუ გამომწერებით არ განისაზღვრება YouTube არხი. დიახ. გამოგვიწერეთ, დაგვა სპონსორეთ და გამოგყვებით თუ გაინტერესებს ის თემები თუ გაინტერესებთ, რასაც განვიხილავთ ხოლმე. თორნიკე, წარადგინე შენი თავი, ვინ ხარ, საიდან მოხვედი? უღრმესი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან პოდკასტში და ძალიან საინტერესო იქნება შენთან საუბარი. შორიდან გიცნობ, პირველად გნახე ფიზიკურად და მოდი დავიწყოთ. მე შორიდან გიცნობ, მარიამ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები შენს მაყურებელს და მადლობა რომ აკეთებ ესეთ კარგ კონტენტს მიმართულებას, რომელიც საჭირო არის დღეს საქართველოში, ტექსტსფეროში, რომელიც ვითარდება ნელი ტემპებით, თუმცა ვითარდება და შენ ერთი ხარ, რომელიც ამაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს უკვე და კარგია და მიხარია რომ ჩემი დებიუტი პოდკასტში შედგა შენთან. თორნიკე ცირამოა, ლეგალიები რომ მოყვეთ, ცოტა ბევრი არის. ბოლოს დავემატა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დიპლომატი, ტექ ანტრეპრენერი, მიყვარს კულინარია, მიყვარს დაკვრა და ბოლოს დავემატა ახალი ლეგალია, ვარ კრიმინალი, იმიტომ რომ დამაჯარიმეს და ვეღოდები სასამართლოს, როცა 5,000 ლარიანი მეც არ დამტოვეს მარტო და ხალხს მომიევიდა მოკლედ და ვეღოდები. გაიწელება კიდე რამდენიმე თუ ეგ ამბავი. მე როგორ გადავრჩი არ ვიცი, მაგრამ კაიგია რომ გადავრჩი, მაგრამ რა გადავრჩი, შეიძლება მეც მომივიდეს და მომიხდეს ეგ, მაგრამ კრიმინალი იყოს სტუმარი. მე და მაგის გამო მე არ დამაჯერებია, რომ კრიმინალი იყოს სტუმარი. ფავორიტიც არის დღეს ვარ ტექ ანტრეპრენერი და ამ მიმართულებით ვარ სულ. შეგიძლია გითხრა, ანუ ამდენი რაღაცა რაც ჩამოთვალე, როგორ რანაირად, როდის, როგორ, კაი კულინარია მესმის ადამიანი ხარ და მოგწონს, მაგრამ ეს დიპლომატი და ტექსტსფერო როგორ გააერთიანე კი არა და როგორ წახვედი აქედან იქეთ ხარ. კარგი კითხვა არის. მოდი დავიწყებ თავიდან. დაიწყე. 2008 წელს ჩავაბარე. შეიძლება თქვა უნივერსიტეტისაც ჩავაბარე. თესეულში ალბათ. კერძო უნივერსიტეტში ჩავაბარე. აგრარული? თავისუფალი? ანუ რამე რეკლამის ამბავში რომ საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მიმართულებით. და სულ შორის ამაში ჩემო ოჯახმაც ითამაშა წვლილი, იმიტომ რომ ხედავდნენ ბავშვობიდან რომ მიყვარდა ეს საუბარი, ლაპარაკი, კომუნიკაციის უნარები და ფიქსირეს ჩემში და მეც გამიშთა ინტერესი და სურვილი და ჩავაბარე მოხვდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელმაც თავიდანვე ძალიან მომწამლა, იმიტომ რომ კარგი სფერო იყო, მაშინ ასე ვთვლედი და ახლა საინტერესო სფერო არის და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა უკვე დიპლომატიის მიმართულებით და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ანუ ჩემ თავს სადაც ხედავდი მე რამდენიმე წლის შემდეგ ის იყო რომ მე უნდა ყოფილიყავი დიპლომატი, მე უნდა მემუშაო რომელიმე საქართველოს საელჩოში უცხოეთში, ყოფილიყავი საქართველოს საელჩში, გამეტანა ქვეყანა ფარგლებს გარეთ და დაწუნებული ვიყავი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი სტიქი, ანუ მე ეს მიყვარდა, მე მიყვარდა ხელის ჩამორთმევა, მისალმება, დიპლომატების გაცნობა, საინტერესო ადამიანთან კომუნიკაცია, ბევრი კითხვა და ჩემი მთელი საგანმანათლებლო მიმართულება და გამოცდილება რაც ეთმობა, იყო სწორედ საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა. შენი ფანტაზიები იყო და სინამდვილეში რა დაგხვდა ეგ? ანუ ფანტაზიაში კაიგია, აი სინამდვილეში დაამთავრე უნივერსიტეტი რა ქენი? ჯერ შორია ხო? შორი არის, იმიტომ რომ ჯერ ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტში ვისწავლე 4 წელი, ვიმუშავე
ხან საჯარო სამსახურში ვიყავი, ხან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, მე ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები, ანუ სულ ამ სფეროში ვტრიალებ. პლუს დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ვარ ერთადერთი საქართველოში, რომელიც დაინტერესებული არის და პარალელებს ავლებს დასავლეთ ბალკანეთის კონფლიქტები და იუგოსლავიის კონფლიქტები, მე ევროკავშირის ინტეგრაცია და საქართველოსთან როგორ არის, იმიტომ რომ საპირწონე არის და ბევრი საშიში ადამიანი ყოფილი ხარ. ენა ვისწავლე, სერბულ-ხორვატული ვისწავლე, ჩემით ონლაინ ვისწავლე და ხორვატიაშიც რო ჩავედი და იქ ხალხს ველაპარაკებოდი რანაირად. უბრალოდ სულ ამ სფეროში ვტრიალებდი. და ერთ მიზანი რაც მქონდა, მინდოდა რომ ხორვატიაში გამეხსნა ჩვენი საელჩო და იქ ყოფილიყავი ელჩი. მოკლედ რაღაც ისეთ. ვაუ. და მე იყო 2015 წელს უკვე ერთი წელი რომ დავხურე მაგისტრატურაზე, შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ-ერთ პლატფორმაზე, საერთაშორისო პლატფორმაზე, პროგრამა ესტონეთის დიპლომატიური სკოლა, რომელშიც მქონდა დრო ერთი კვირა, რომ შემეგროვებინა ძალიან ბევრი დოკუმენტაცია, რაღაცა ესეები უნდა დამეწერა, CV-ები, რეკომენდაციების მოძიება, კიდე დამატებითი რაღაცები და ერთი კვირა არჩენილი ბოლო წამს გავაგზავნე ეს. და მქონდა გასაუბრება და დაახლოებით 9 საათში მომივიდა პასუხი, რომ ჩავაბარე დიპლომატიურ სკოლაში. რომელიც იყო ალბათ ეს ერთი წელი, რომელიც მე დავყავი ესტონეთში, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. მაგ დროს რამდენი წლის ხარ? მაგ დროს ვარ 24 წლის. 24 წლის. ნუ არც ისე პატარა. 2015 წელია. არც ისე დიდი, მაგრამ არც ისე პატარა არ ხარ. ანუ უკვე რაღაცეები გამოკვეთილია, რაღაცეები ჩონჩხი შექმნილი არის, უკვე რაღაცა ვიცი რა მინდა. 6 წელი გაქვს ნასწავლი. ნასწავლი მაგ 6 წელი, 7 წელი. ალბათ და ხო, ბაკალავრიატი იყო, მაგისტრატურა იყო, ანუ ყველაფერი რა ეს. დოქტორანტურამდე ვერ მიხვედი. მანამდე არ მიხვედი. არ მივედი. არ იყო, აღარ არის და აღარც იყო მაშინაც. შესუსტდა ეგ мотиваცია. შესუსტდა ეგ мотиваცია, მაგამდეც მივდივარ პრინციპში რატომაც შესუსტდა. და ჩავაბარე დიპლომატიურ სკოლაში, იქ ვისწავლე ერთი წელი, დიპლომატიური სკოლა რა არის? იქ მიდიხარ, ან აღგზავნიან საგარეო საქმეთა სამინისტრო და მე არ მუშაობდი მაშინ საგარეოში, ამიტომ ჩემით, როდესაც დაინახავენ ადამიანში, რომ აქვს პოტენციალი რომ გახდეს დიპლომატი. და მე მოკლედ ჩემი მთელი мотиваციით და ჩემი რაღაცა მოგზაურებული CV-ით გავაგზავნე და მიმიღეს და დაინახეს ჩემში როგორც მომავალი დიპლომატი. ერთი წელი ვისწავლე, ვიმუშავე საქართველოს საელჩოში, სტაჟირება გავიარე და პლუს ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. უფასო სტაჟირება იყო? უფასო იყო. უფასო იყო, თუმცა როცა რაღაცაისთვის მიდიხარ და გაინტერესებს და ეს ხელფასი ანაზღაურება შენთვის უკვე მეორე სხვადასხვანაირი იმ მომენტში და ძალიან გაზრებულად მესმოდა. თავარიაც იყო ჩემთვის ის რესურსი მე რაც ვიყავი იქ ერთი წელი მაქსიმალურად გავამეყენებინა, ეს იქნება ადამიანური კონტაქტები, ადამიანური ზოგადად ადამიანი ზოგადად ყველაზე დიდი რესურსი არის და ამაზეც მე ვისაუბრებ რატო არის ეს. და კონტაქტებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად კარიერაში, ადამიანური განვითარებაში, შენს ფორმირებაში, იმიტომ რომ ჩემში პირადად ძალიან ბევრმა ადამიანმა იქონია ძალიან დიდი გავლენა განვითარებაში. როგორც განვითარებაში ერთის მხრივ არამედ როგორც ასევე ცუდი ხარის გაკვეთილები რო დაგანახოს. გაკვეთილები, ხო, გაკვეთილები ძალიან ბევრი იყო. ჩამოვდივარ ესტონეთიდან ერთი წლის შემდეგ, 25 წლის ხარ. არა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. 25 წლის შემდეგ, 25 წლის ჩამოვდივარ, ერთი წლის შემდეგ ჩამოვდივარ აქ და რა ხდება მე. ჩამოვდივარ აქ იმ мотиваციით და იმ შემართებით, რომ ნუ ახლა ძალიან მალე ვიშოვე სამსახურს, ისევ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ეს გაშანშალებული ესეთ კაი დიპლომი მაქვს ჩამოტანილი, პრესტიჟული. რეზიუმეც კარგი გექნება. უკვე გაზრდილი არის თამასა და უკვე გაზრდილი მაქვს გამოცდილებაც შესაბამისად. წელიწად ნახევარი დამჭირდა სამსახურის. რა საკეთებდი ეს წელიწად ნახევარი? ვაგზავნიდი. არ ნებდებოდი. არც ერთ შემთხვევაში არ ვნებდებოდი. დაახლოებით 50-მდე განაცხადი გავაგზავნე CV და დაახლოებით 25-30-მდე გასაუბრება გავიარე. ყოველ ჯერზე რამდენჯერაც მე ვიყავი იმედგაცრუებული, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც მე მეორე დღეს ვწდებოდა ახალი შანსი, ვაგზავნიდი, იმიტომ რომ ეგ მაქვს რა ყოველთვის მაქვს ეგ და ეგ სტარტაპშიც გამოვრინდა მე. ჯინს რო ეძახენ ხო, ჯინი მაქვს, ანუ რო ვიცი რომ ადამ B პუნქტამდე უნდა მივიდე და აი აქ არის ეს შედეგი, მე ეს უნდა გავიარო ბოლომდე, მინიმუმ თუ არ მივალ B პუნქტამდე, უნდა თქვა ჩემ თავში რომ მე ყველაფერი გავაკეთე რომ აქამდე მივსულიყავი. და ძირითადად ერთ ყველა სამსახური ალბათ საჯარო სფერო იყო. ესეც ხო, საჯარო სამსახური იყო, ბოლოს სადაც ვიმუშავა საჯარო სამსახურში, იყო
ხო, ერთ-ერთი სამინისტრო მოკლედ და საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დეპარტამენტში ვიყავ თავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ჩვენი მიზანი რაც იყო და ფუნქცია ძირითადად რომ საერთაშორისო პროექტები უნდა მოგვეძიებინა საქართველოში არსებული დაცულ ტერიტორიების შესახებ და მათი განვითარება, ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარშემო ეკონომიკური რაღაცა გრადობის დიპლომატიურ სკოლაში ეგენი არ გისწავლე, ხო? იქ ცოტა სხვა რაღაცა სწავლობდი, მე პრაქტიკაში სხვა რაღაცები. იქ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. იქ სამიმართულება იყო ერთი რაც ვისწავლე დიპლომატიურ სკოლაში, ეს იყო ევროპის მცოდნეობა, უშუალო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები და ასთავარია ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა. ანუ იქ არის რაღაცები რაც სილაბუსში წერია და არის რაღაცები დაგეგმილი, მაგრამ არის იმის გარდა რაც ვისწავლე კიდე. ცხოვრების όλე მომენტები ვისწავლე. იცი რა მაინტერესებს? შეცდომები ვისწავლე. ერთი წელი ხო გამოიყენე მე შენ და სასიკეთოთ, იმიტომ რომ იქ რაც ისწავლე, ვთქვათ, აი რასაც ამბობ, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე. შენ სტარტაპში ხო გამოიყენე, ანუ ხო არ გამფრალა იქ. ელჩი არ გამხდარ ხარ, მაგრამ სტარტაპებისთვის ხო გააკეთე ბევრი რაღაცა და გამოიყენე შენი უნარები. ანუ ერთს ვიტყვი რომ აი ცოტა ამოუწყურო ეს თემა, ანუ იქ შეცდომებზე ვსწავლობდი და ძალიან მომწონდა ეგ. ანუ ოჯახიდან შორს ხარ, თუნდაც სამზარეულოში რაღაც შეცდომას უშვებდი, რომ ხედავდი რომ თურმე ესე არ უნდა დავდო ეს სტაფა ამ ცეცხლზე, მეორე დღეს ვასწორებდი და ანუ ამას მე თვითონ ვამუღამებდი და ამას ვაკეთებდი. ცხადია გამომადგა მე სტარტაპში ეს ყველაფერი. რბილი და ისეთი ძლიერი და ისეთი რთული უნარები, ხო? ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა მე. როგორ წამოხვედი საჯარო სივრციდან? და როგორ დაიწყე პირველი ნაბიჯები? 2019 წელია. არც ესე შორი არ არის ესე იგი. 2017-ში დავიწყე მუშაობა, 2019-ში წამოვედი. 2019-ში წამოვედი, ეს იყო შემოდგომა. სექტემბერი. კოვიდამდე პერიოდი, ხო? კოვიდამდე პერიოდი. საშინელი პერიოდი. და ჩემი ძმა შემოდის იდეით. რომ რამე ხომ არ გავაკეთოთ? რამე ხომ არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ორივეს გიყვარს მოგზაურობა, ლაშქრობა რაღაცეები. თან ლაშქრობის დროს რაღაც გეფებს ხედავდეთ ყოველთვის. გეფი რა არის? ბოდიში. რაღაც გეფი რა არის ხახნო? ქართულად? შესავსები, რაღაცა. მოკლედ ასე ვთქვათ, ბაზარს ჩვენს გამოცდილებას მოკლედ აკლდა ეს ყველაფერი. ეს ერთი. პირველი ხარ. ეს ერთი კუ. და იყო ასეთი ამბავი რომ დავინახეთ რომ რეალურად გვინდოდა რაღაც ისეთი შეგვექნა რომელიც აი ამ გამოცდილებას რომელიც დავაგროვეთ მოგზაურობაში გადავქმნით უფრო ფართოდ გავაციფრულებდით საქართველოში არსებულ ტურისტულ მარშრუტებს და უფრო ცნობაც გავხდით საქართველოში ქართველებისთვის ეს ერთი და მეორე საქართველოს გავიტანდით საერთაშორისო ფარგლებს გარეთ და რაც შენ თქვი ელჩი უკვე ანუ ელჩი მათვის ხო არ არის ეს მართლა საერთაშორისო ზის და აქვს დიპლომატიური განათლება ან დიპლომატიური სტატუსი. ელჩი ნებისმიერ ადამიანი რომელიც ქვეყნის გარეთ გადის ეს იქნება სტარტაპის კუთხით თავისი კომპანიის ნებისმიერი მიმართულებით თქო ცეკვაია ნებისმიერი ადამიანი. ღვინო. ყველაზე კარგი ელჩი ჩვენთვის. ძალიან კარგია ეს ყველა. და სიმართლე გითხრათ ჩვენთვის ეს იყო სკეპტიკური ამბავი. შენ ძმა როცა შემოვიდა და გითხრა რომ იდეა მაქვს? ეს იდეა იყო ჩემთვის სკეპტიკური ანუ იდეა არა თუ იდეა, ანუ იდეამდე არც კი მივდიოდი, ანუ მეთქი საერთაშორისო ურთიერთობებზე მისწავლია, მიცხოვრია, თითქმის 10 წელი გამიტარები ამ ყველაფერში. 10 წელზე მეტი პრინციპში. 200 გიჟია ყო. და რას მე უნდა მეთქი, რომ ახლა ერთი სამყაროში ხარ და გადადიხარ მეორე სამყაროში. გიორგი იყო ამ სამყაროში უკვე შენი ძმა? გიორგი ისე რაც IT მიმართულებაში და ასე შემდეგ არის. ანუ მისთვის არ იყო შეცვლა და რაღაცა. ეს მისთვის არ იყო დიდი ტრანსფორმაცია, ანუ საერთოდ არ იყო შეცვლა რა, დიდი. და ამიტომ ჩემთვის ძალიან არ მინდა. ექვსი თვე დაჭირდა გიორგის რომ დავერწმუნებინა სტარტაპში, ანუ ხო რომ შემოვიდა პირველად ეს იყო 2019 წლის ალბათ რაღაც გაზაფხული და 6 თვე ამაზე ვატრიალებთ ამ თემას და ესე ერთად მიხვედით ბილიკამდე, ანუ ბილიკა ჩამოყალიბებამდე თუ გიორგის იდეა იყო თქვათ და დაეხმარ. გიორგის იდეა იყო და გიორგიმ დაინახა ჩემში რომ მე ეს უნარები გამოჩნია, ადამიანთან კომუნიკაცია, იქ არ ვიცი ყველაფერი ეს რომელიც უკავშირდებოდა ჩემს პროფესიას და ადამიანურ თვისებებს და ეს დაინახა და ამის გადმოთარგმნა უნდოდა ასევე სტარტაპში.
თან ძმები ვართ და კარგია ძმასთან ერთად. არ დაგიხოცავთ ესე იგი ერთად. ეგ არ ყოფილა არანაირად ჩვენთვის პირიქით აძლიერებდით ერთმანეს. პირიქით აძლიერებდით ერთმანეს. ეგ ძალიან კარგი ნამე გამახსენე ახლა, იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ გვიჭირდა ანუ ერთს ან მეორეს мотивация იგრევა. ხო. რო ისინი ვფიქრობ და ესე ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოტა უმოტივაციო და მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი უმოტივაციო. ჯერა, ბოდიში 10 წელი რო ისწავლე და არაფერი რო არ გამოვიდა და რაღაც ის არაფერი არ გამოვიდა, არ ვამბობ. მოდი ასე მასაც ვიტყვი რომ ესე არ არის რომ რაღაცა იქ ყოფნაც მინდოდა უკვე, არ მინდოდა იქ ყოფნა. ხო. არანაირად არ მინდოდა იქ ყოფნა, იმიტომ რომ ხედავდი რომ განვითარება არ იყო, სტაგნაცია და ასე შემდეგ, თუმცა ნუ კარგი კონტაქტები, კარგი სამეგობრო წრე დამდულად დარჩა. მაგრამ პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან რთული არის იქ. ჯერა მეც მოვყევი რომ მე ვიყავი იურისტი 4 წელი ვისწავლე, მაგრამ მე მალევე მივხვდი რომ მე ამ საქმეს ვერ ვაკეთებ. და მე რომ დავფიქრდი კარგად, ანუ საქართველოში არ უნდა ყოფილიყავი ყველაზე ძლიერი იურისტი, რომ ნორმალური შემოსავალი მქონოდა, ან არავინ არ უნდა ყოფილიყავი და მივხვდი რომ იმდენი უნდა ჩამედო რომ კარგი იურისტი ყოფილიყავი, რომ მერჩნო რომ საერთოდ აღარ და მოდი სხვა განწავალ, ალბათ სხვა სფეროში ვნახავ ჩემთავს, არც მაგისტრატურა გამიგრძელებია და მით უმეტეს არც დოქტორანტურა. და დიდი ხანი მეგონა რომ ეს იყო ჩემი მინუსი, რომ იურიდიული განათლება მქონდა და სინამდვილეში ახლა რაც უფრო დრო გადის, ვხვდები რომ პირიქით ძალიან კარგი უნარები შემძინა, იმდენი უნარი მომცა რომ ვერც ვხვდები ხოლმე რომ აი იქედან მაქვს წამოყვანილი და ეგ ძალიან კარგია. თუნდაც სტარტაპში, კომპანიაში, ბიზნესში როდესაც საკეთებ, იურიდიულ მიმართულებას ყველაფერს ვავანებოთ. იურიდიულ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უკვე აღარ ჭირდება დამატებით შენ იურისტის შემოყვანა გუნდში და ანუ ესეც ერთ-ერთი ის. ახლა რა ხარ თორნი? ახლა ვინ ხარ? ამდენი რაღაც გამოიცვალე. ამდენი წელი ისწავლე. ახლა ვარ ისევ იქ, სადაც ვიყავი ბოლო 7 წელი, ანუ 2019-ში, სადაც ჩემმა ძმა. და რაღაცას დავამატებ კიდე ამ გზაზე. პირველი თითქმის 1 წელი დაახლოებით 2019 წლიდან ეს შემოდგომიდან და 2019 წლის 2020-ის გაზაფხულამდე პრინციპში და შემოდგომამდეც ვიყავი ბრძოლაში საკუთარ თავად. ვცნობდი რომ ეს არ იყო ჩემი იმ მომენტში. კი ვაკეთებდი საქმეს. თან კოვიდი დაემთხვა, ჩვენ ჩაუშვით ბილიკი, ჩვენ ჩაუშვით აპლიკაცია პირველი სტარტაპი თებერვალში 2020-ის და ოკვირაში დაიწყო პანდემია, ნუ როგორი დრო არის, ხო, იდეალური დრო შეჭირო. ძალიან ცუდი. ხალხი ვერ გადიოდა გარეთ და თქვენ თუმეტეს ტურისტული ამბისთვის იყო წარმოუდგენელი ეს ამბავი და მე სტარტაპი როდესაც ხარ და ეწარმე ანტრეპრენერი, შენ უნდა გაადაპტირდე ერთ-ერთი აუცილებელია. რისკი არის ყველაფერი, მაგრამ ადაპტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გარემოსთან, როდესაც გვინდა რომ ადაპტირდეთ. რა გავაკეთეთ ჩვენ? ეს რო არ ყოფილიყო რაღაცა გაჩერებული ეს პროცესი და ცოტა ჩვენ გეგმები რა გქონდა, ჩვენ გავდიოდით საერთაშორისო ბაზარზე უკვე, გავდიოდით მოკლედ რაღაცა ამ შემოსავლებზე, ანუ რაღაცა დაგეგმილი აქვს უკვე გიოს და შენ უკვე იცით რა. კარგად მიდის იდეაში, ვითომ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით და პანდემია დაიწყო. და რა გავაკეთეთ? სახში ვიყავით ყველანი, გამოკეტილები და ეს ყოველკვირეულად წერდით ბლოგებს საქართველოში არსებული ტურისტული სალაშქრო მარშრუტების შესახებ. ვაუ. Facebook ჯგუფთან ერთად Spend for Seasons in Georgia-სთან ერთად ეს კამპანია. რომელიც გასტანა იმ დრომდე, სანამ ჩვენ ბოლომდე ჩაკეტილები ვიყავით. და დაახლოებით ყველა ვიდეოს ქონდა საშუალოდ 30,000 ნახვა. ვა, ძალიან დიდია. მე ჩვენ ვერავედი. ბრენდის ცნობადობა, ნუ რეალურად ამ ჯგუფის გამო ხო? იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და არანაირი საზოგადოება ესეთი კომუნა არ ყავდა. და ანუ მოგვიტანა რა პირველი ის რომ ბრენდის ცნობადობა გაიზარდა, ეს ერთი და მეორე მოგვიტანა ის რომ და რა მოგვიტანა და რა მოუტანა ადამიანებს და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია. ხალხი გვწერდა რომ თქვენმა აი ამ ვიდეოებმა მოგვიტანეს мотиваცია, მოგვიჩინეს мотиваცია რომ როგორც კი გაიხსნება ეს ყველაფერი და მოგვეცემა საშუალება, მოვიკიდოთ ზურჩენთან და საქართველოში მიმოგზაუროთ, თურმე რა მაგარი ყოფილა საქართველოში მოგზაურობა, სანამ წავალთ სამე პარიზში, რომში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჯერ აქ არის ანახავი ეს ყველაფერი და ყველაფერი წარმოიდგინეთ ამას ვაკეთებდით, უკვე სახლიდან გავუსულოთ და ვყვებოდით რაც არის საქართველოში ძალიან მაგარი ტურისტული პოტენციალი.
და ესე ნელ-ნელა რაღაცა ცოტა გამოცოცხლით და ადაპტირდით და ვიმუშავეთ რაღაცეებზე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ხო, მან უკვე ხო ისე ვამბობ, რომ мотиваციის ნაკლებობა იყო ძალიან დიდი. რა თქმა უნდა. ეგ ანუ შეუძლებელი რაღაც არის, რომ ამდენი ხანი რაღაცაზე მუშაობ, მით უმეტეს შენთვის, რომ შენ ძმა გეუბნება, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება და უცადოთ ახსა, უცებ ყველაფერი იკეტება. და არანაირად, მით უმეტეს თქვენი სტარტაპი ისეთია, რომ უნდა იმოძრა, უნდა იარო, უნდა ბევრ რაღაცა მოძებნო, ისე ხო აზრი არ აქვს და კეტავენ. და ყველაფერთან სხვა გამოსავალი არ გაქვს, უნდა ჩაიკეტო. ყველაფერთან ერთად იყო ბევრი უარი. 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 ხო, უარის ძალაზეც ვილაპარაკოთ და სანამ უარის ძალაზე სალაპარაკოთ, გავაგრძელებთ, დავიბენი. გამოგვიწერეთ და მოგვიცით კი, თანხმობა და კომენტარები გაგვიკეთეთ და მოგვიწონეთ კიდევ, იმიტომ რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, მე არ ვიცოდი და სულ მაგას ამბობ ხოლმე. მოიწერე ეგრევე დავალაიკ, ყველაფერს ვალაიკებ, იმიტომ რომ ვიწონებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. რა დავპატიჟე, რა დაგპატიჟე ხომ მომწერე, რომ მე გამოწერის მყავარ და უყურებ თქვენი ვიდეოს და ჩემს ძალიან კარგი იყო, რაღაცა ძალიან გამიხარდა. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. უარზე ვლაპარაკობდით. მეც მომწონს უარზე საუბარი, იმიტომ რომ სოფია რო ყავდა ჩვენ სტუმარი, მაშინ საუბრობდა, რომ აი ზუსტად შენასაც ამბობ, რომ აი არ ვჩერდებოდი, ვაკეთებდი ყველაფერს და ხანდახან უარი, ხო ეგ არის, რომ იქნებ დაფიქრდე, რომ იქნებ მანდ სწორად არ ვარ და ზუსტად ამდენი უარი მაგიტომ მოდის. შენ შემთხვევაში როგორ იყო, აი ვთქვათ უარი იყო როგორც გაკვეთილი თუ უარი იყო როგორც აი შედეგი და უარი. ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ ორი მიმართულება იყო, ერთი იყო თავიდან იყო მორჩა და ეს პირადულია და მე რატომ ავარებენ, ძალიან პირადული იყო და მაშინ ეს აზროვნება, სამეწარმეო აზროვნება მაშინ ჩამოყალიბებული ჯერ ისე არ არის, იმიტომ რომ კი კითხულობთ რაღაცებს, ლიტერატურას ვეცნობით, ადამიანებთან მივდივართ, გამოსწორ ადამიანებს უსმენთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ერთ-ერთი ყველაზე რთული რაც არის სტარტაპში არის ეს აზროვნების ჩამოყალიბება, კი. როდესაც მით უმეტეს იმ სფეროდან მოდიხარ, რა სფეროდან მე წამოვედი. 10 წელი რასაც აშენებდი, ფაქტობრივად გამოხურე კარი. არ არის ესეთ რაღაც, ეს არ არის კორპორატიული, ეს არ არის ბიზნესი, ეს არ არის ეკონომიკა, ეს არაფერი არ არის მსგავსი, არ არის ტექი საერთოდ. ანუ ერთი სამყარო, მეორე სამყარო. სადა დედამიწას ავით განსხვავდება. Microsoft იყო ჩემი, Word-ი, Excel-ი იყო ჩემი ტექი. მაგაში ყავი მაგარი ხო? ხო, და რა ვიდეო თამაშობს რომ დავიშე. ამიტომ პირველი იყო უარი, როდესაც ორნიო ნაწილი. როცა ბილიკმა მიიღო უარი, ხო? უარები მიიღო, მათ შორის ჩიტაში შევიტანე ძალიან დიდი 25,000-ზე თუ 150-ზე. 100-ზე. მაშინ ასე. გეგონათ რომ პირველი ვეზე გავარტყამდით და მეტი არა ჩემი 2020-ში მივიღეთ 30-მდე უარი. 30. ყოველი ესეთი უარი ჩვენთვის იყო მორჩა დამთხოვდა. დავიხურეთ. გიროსთვისაც? ორივესთვის. ხან ისე იყო, ხან, მაგრამ თილანობაში იყო, ანუ რატო ვამბობ ამას თილანობაში, იმიტომ რომ ჩვენ თქვით ასეთი რამე. ესეთი ისტორია გვაქვს ჩვენ ოჯახს და მე და ჩვენ ძმას, რომ თიანეთში, სადაც გვაქვს სოფელი, თიანეთში იქ ნოემბერი იყო, კრეფტით და კომს კრეფტით და თავამბობდით, რომ მოდი სტარტაპი უნდა დავხუროთ, იმიტომ რომ არაფერი არ გამოვიდეს აქედან. დავხურეთ ერთი 10 ჯერ. ოღონდ თეორიულად, ხო? თეორიულად ხურავდით, ხო, საკუთარ თავში. მაგრამ მე ისო ჩემ თავში გამოჩნდა ის ძველი თორნიკე, რომელსაც არ უყვას დანებება არაფერზე. და იყო ასეთი ამბავი, რომ შევიტანეთ განაცხადი TBC-ის დაჯილდოებაზე. სტარტაპ საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაზე. და აქ ნუ არანაირი მოლოდინი, უკვე წაგებულის მენტალიტეტი, გამორიცხულია რომ აქედან რამე გამოვიდეს. თან ჩაკეტილია ყველაფერი მაშინ და ეს ჩვენი დღეს ესე დილას ვიღვიძებთ, გადის პირდაპირ ეთერში ეს დაჯილდოება, მაშინ არ იყო ესე რომ კოვიდის გამო არ ვიყავით ესე. მივიდეთ სადმე და იყო ეს არ იყო რაღაც ესეთი დიდი ფორმალური. უცებ გამოაცხადეს ბილიკი. შოკი. პანიკა. აუ, სკამი დაილეცა. პირველი კი იყო, პირველი თანხმობა იყო. ეს იყო პირველი კი. რამდენი თვე დაგჭირდათ? იდეიდან პრინციპში გავყოლობთ. წელიწად ნახევარი თითქოს. წელიწად ნახევარი და პირველი კი იყო მაშინ. პირველი კი. რა მოყვა მაგას ბილიკისთვის? პირველი მოყვა, მოდი ბილიკამდე მოყვა ჩვენს თავში აზროვნების შეცვლა, мотиваცია. მე სადაც დღეს ვარ, მე რატომაც ვარ ალბათ აქ.
ერთ-ერთი მიზეზი იყო ეგ. რომ მომცა ის ბიძგი. კი. რომ აქ უნდა იყო. და ამან სხვა мотиваცია მომცა. და მაქედან გაგრძელდა. მე გაგრძელდა. მე მაქედან მოგცა ცნობადობა წამოვიდა მე უკვე ჯიტას გრანტი მოვიდა. მოიგეთ მაინც? მე მაინც მოვიდეთ, მესამეც დაზე მოვიდეთ. ანუ ასე ერთი არ გამოვიდა, მეორე არ გამოვიდა, მესამე და მესამეზეც უკვე როგორ შეგვაქიცით, აი არაფერი რა, ანუ მაინც ეგდოს. შევასებთ რა. თუმცა ყოველი შესწავლის მერე, ყოველი უარის მერე ვამჯობესებდით რაღაცებს ყოველთვის. ეგ უნდა მეკითხა ახლა. პროდუქტი იქნებოდა დიზაინი ალბათ. დიზაინი, სააპლიკაციო ფორმა თუნდაც როგორ დღეს ერთ-ერთი რთული თემა არის ამის საკითხი. ერთია შენ კონდეს ძალიან კარგი იდეა, კარგი პროდუქტი, მაგრამ ამის შეფუთვა, ამის მიწოდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის. ანუ მარკეტინგური ნაწილი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, ამის სწორად მიტანა, წარდგენა. ტექნიკურად მათ ყველაფერს ვინაკეთებდა. გუნდი ყავდათ თუ თქვენც? ჩვენ და გუნდი რა თქმა უნდა, ანუ დეველოპმენტი პროგრამის პროდუქტის განვითარება იყო გუნდის ნაწილი, რა თქმა უნდა, რომელიც იყო ჩვენს კომპანიაში. რადგან უარზე ვსაუბრობთ, უართან ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე უკავშირი. ზოგჯერ უკავშირი არ არის და უბრალოდ უარია რომ ვერ მიგიღეთ, ვერ გადახვედით და ზოგჯერ ძალიან კარგი კონსტრუქციული უკავშირი, რაც რეალურად გეხმარება რომ განვითარდე, იცოდე რა არის შენი ნეგატიური მხარე, რა თქმა უნდა ბჭყალებში, რა შეიძლება რომ განავითარო და ასე შემდეგ. უკავშირის ძალაზე რომ გვესაუბრო და შენი თვალთახედვით, აი ვთქვათ როგორ განავითარეთ პროდუქტი უკავშირთან დაკავშირებით, უკავშირიდან მომდინარე, რა გამომდინარე უბრალოდ. როგორ იყო იცი? პირველი რაც იყო უკავშირი ერთის მხრივ აი ეს უარებიდან რაც იყო და მერე ვიტყვი მომხმარებლის უკავშირი. უარი აი ამ ინვესტორები, გრანტები თუ ასე შემდეგ ხანდახან იყო ბუნდოვანი, ხანდახან იყო ცხადი. თუ ბუნდოვანი არის, მაშინ იქ ჩვენ რას ვაკეთებდით, რომ მაქსიმალურად უნდა გაგვეწურა ჩაკითხები რა იყო არასწორი, რას ვაკეთებთ არასწორად. იმიტომ რომ მე რო ხვდებოდი ჩვენ ვართ, ანუ სტარტაპი როდესაც ხარ, შენ უნდა იყო სწავლებადი. ნამდვილად. ანუ შენ უნდა იყო ორიენტირებული სწავლაზე. კი. და ამაზე ვიყავით ორიენტირებულები სულ. და განვითარებაზე ცხადია. რომ ჩვენ რაც შეცდომა დავუშვით, არასწორი გავაკეთეთ, რაღაცა უარი. ამას არიღებდით პიროვნულად. თავიდან ანუ მაგას ვამბობ, პირველი ერთი წელი ეს ხო ძალიან პიროვნული. ხო, გეგონა რომ შენ თორნიკეს ეუბნებოდნენ უარს, ხო? უარს მეუბნები, ანუ ეს ძალიან ნორმალურია და ძალიან ბევრს ბუნებრივი მომენტი არის. და მაგასაც შესაბამისი ეს აზროვნების ჩამოყალიბება და შესვლა გჭირდება შენ. რაც არ არის მარტივი. ამან ძალიან დიდი დრო წაიღო ასევე. ერთი იყო ეს ნაწილი. მეორე ნაწილი თვითონ მომხმარებელი. იყო მომხმარებელი. ჩვენ ბევრი შესწავლა დავუშვით სტარტაპის გზაზე. მარტივი მიზეზის გამო ჩვენ არ ვიცოდით რას ვაკეთებდით კარგად. ანუ სწორად როგორ უნდა გავუკეთებინა ეს ყველაფერი და პროცესი როგორ უნდა აგვიგოს სტარტაპული. არისო ეს ხო პირველი სტარტაპი იყო. ეს პირველი სტარტაპია. და შესაბამისად ამ გზაზე ბევრი შესწავლა დავუშვით. ანუ ასე ვამბობ. ჩაუშვით ზეპირად ჩვენი პროდუქტი. მეგობრებო, ზეპირად არ ჩაუშვათ ჩვენი პროდუქტი არასდროს. რას ნიშნავს ზეპირად ჩაუშვით? მარტო თქვენ რას ფიქრობთ, არ არის. კვლევები არ გააკეთეთ, ანუ ხო? რა კვლევები ეს მაგ? ეს კვლევები. ბაზრის კვლევა. იმუშავებს კაცო, ეგრე იმასთან ხო? იმუშავებს, გაისურვებს. ჩემო მეგობრმა მითხრა, იმუშავებს. ბოლოს 5 მილიონი შეიძლება. დიდრდებოდით ხო? ნუ ბაზრის კვლევა, ანალიზი, მომხმარებლის გამოკითხვა, ჭირდება თუ არა ეს მომხმარებელს, კონკურენტები ვინ არიან, არ ვიცი, ყველაფერი ეს თავისი შემოსავლების დათვლები, პროგნოზი, ან ყველაფერი რაც ჭირდება სტარტაპს, საშინაო დავალებისთვის, გასაკეთებლად არაფერი არ გაკეთებია. და იყავით ორიენტირებული რომ რაც MVP გაგეკეთებინათ ალბათ, ხო? ეგეც შეცდომა არის. ხო. MVP არ გაკეთებია. აბა რა გააკეთეთ? მიზანი იყო რომ გავუკეთებინა იდეალური პროდუქტი. ოკეი. ასევე
ოკეი, კარგი. რასაც ყოველთვის ჩემს სტუდენტებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სტარტაპზე ვესაუბრები ხოლმე და ასე ვატრენინგებ თუ mentorship. არის ის, რომ მე შეცდომა არის, რომ როდესაც ჩვენ ვეწრაფით, რომ რაღაცა იდეალური პროდუქტი შექმნას. ეს გამორიცხული ბუნებაში არსებობს იდეალური პროდუქტი. ხო, შენ შეიძლება სხვა რაღაცა იდეალური, ჩემთვის საერთოდ სხვა და მომხმარებლები არიან ძალიან სხვადასხვანაირი, ვიღაცისთვის ის არის, ვიღაცისთვის ეს არის. ანუ 6 თვე დაიხარჯა და ძალიან დიდი ფინანსური და დროის და ნერვული ճაღერების ხო? კი, ხედავთ. არის ეს ყველაფერი ძალიან დიდი რესურსი წაღებული აქეთ. რომელიც საჭირო არ იყო. ან უნდა შევქმნა მართლაც პირველი პროტოტიპი, MVP, გაგვეშვა ბაზარზე, გაიტესტოს, ნახო მომხმარებელი ბაზარმა როგორ მიიღო, დაელაპარაკო 50 ადამიანს, თუნდაც პირისპირ ინტერვიუ ჩაატარო, მიიღო უკავშირი მათგან, ჩაუშვი ისევ ეს ყველაფერი უკავშირი ამ პროდუქტში, განაახლე, მე დაბრუნდი ისევ და მიდის ეს პროცესი. ციკლებად არის, ხო, მაგას ვეძახით ხოლმე, უნდა ვთქვა, lean მეთოდოლოგიას ვეძახით ამას. როდესაც რაღაცას სწავლობ, ქმნი, ზომავ, ქმნი და მუდმივი ციკლი. არ არის ესე, რომ აი ზმნა არ არის, აქ რა რომ დამთავრდა, ანუ ქმნი, ანუ შევქმენი არ არის. არაზუს არ არის შექმენი და აი აქ წერტილი ბოლო არის და სულ ქმნი. სულ ქმნი რაღაცას ქმნი. ანუ სტივ ჯობსმა რომ ერთხელ შექმნა Macintosh-ი კიდევ კარგი რომ განავითარა Macintosh-ი. განავითარა, ხო, მე ახალი პროდუქტები შექმნა, iPod-ი შექმნა, iPhone-ი, ანუ სულ განვითარება ხდება. ამიტომ აქაც ჩვენ ეს გზა საერთოდ არ გაგვიულია. ეს იყო ჩვენი ერთი თავარი შეცდომა. ხო, თქვენ პირდაპირ რაღაც იდეა გქონდათ, როგორც გავიგე, გააკეთეთ იდეალური პროექტი, რაც მარტო თორნიკემ და გიორგი მიცან, რომ ეს არის იდეალური და მე ბაზარზე გაიტანეთ და უცებ რა იდეალური, ხო? სათხარო, დაეშვი. მე რა ყველაფერს კოვიდი დაემატა და ამ ბევრი დაბკოლება. ახლა სად არის ბილიკი? წინავს. ბილიკი ახლა ისვენებს. დაიხურა ბილიკი, პირველი სტარტაპი და პირველი სტარტაპის შემდეგ ფაქტობრივად ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. გარდა იმისა, რომ რაც იყო ასევე ძალიან საინტერესო, პირველი სტარტაპის პერიოდში დავიწყე პრინციპში უკვე გამოცდილების გაზიარება. და ცოდნის. დავიწყე BTU-ში. მეც BTU-ში ვარ. და ნანდღუაძე შენის წინა სტუმარიც. BTU-შია და დავიწყე სწავლა უკვე BTU-ში. სწავლება. სტუდენტები ყავდა. დღემდე ყავდა 400-ზე მეტი სტუდენტი. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მათგან მიღებული უკავშირიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფანტასტიკური გამოცდილება არის. მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ თუ დრო იქნება. და მე უკვე გაჩნდა უკვე 2024 წელს ვიტყვი 2023-ში გაჩნდა უკვე როდესაც დავხურეთ ბილიკი სტარტაპის იდეა, ახალი სტარტაპის იდეა. ან ფაქტობრივად 3 წელიწად ნახევარი არსებობს ბილიკმა. 2019-დან პრინციპში 23-მდე, თუმცა 24-ში დაიხურა საბოლოოდ. კი. 23-ის სექტემბერში გაგვიჩნდა იდეა. სტარტაპი რა არის? სტარტაპი როდესაც ხარ უნდა ადაპტირდე ბაზართან. გარდა იმისა, რომ თქო, უნდა ნახო შენ მოერგო ბაზრის მოთხოვნებს. რა ხდება? წარმოვიდა ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი წარმოვიდა მოგზაურობაშიც ასევე. და დავინახეთ, რომ ადამიანები იყენებენ აქტიურად ხელოვნურ ინტელექტს, აქტიურად ChatGPT-ს, Gemini არის. Gemini, ან ასე შემდეგ მოგზაურობის დასაგეგმად. თუმცა ასევე დავინახეთ მანდ პირადი გამოცდილება იყო პირველი, რომ არ იყო კარგად ადაპტირებული და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, რომ არ იყო კომპლექსური და კარგად დალაგებული და თან ამავდროულად დავინახეთ საჭიროება ცოტა ისეთი უცხო მიმართულება არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეკომეგობრული ტურიზმი, მდგრადი ტურიზმი. რომელიც ძალიან პოპულარული არის დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ევროპაში და ასევე შეერთებულ შტატებში, სადაც ხალხი თუნდაც მზად არის, რომ მეტი გადაიხედოს იმაში, რომ ნახშირბადი დაზოგოს. ასე შემდეგ. მაგაზე გველაპარაკე, იმიტომ რომ შენგან ვიცი ეგეც და კარგად არ ვიცი, სიღრმისეულად არ ვიცი. სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რაც იყო, ეს იყო, რომ შენ და არის პრინციპში დღესაც ჩაშვებული არის რა? რომ შენ შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაგეგმო მოგზაურობა, შენი ინტერესების გათვალისწინებით, შენი გემოვნების გათვალისწინებით და შენი თარიღების მიხედვით, დაგეგმო მოგზაურობა ოღონდ ეკომეგობრული მიმართულებით. რას ნიშნავს ეს? თავად აგენერირებს ეკომეგობრულ შეთავაზებებს. ტურს.
დილიდან საღამომდე რა უნდა გააკეთო, რა უნდა ნახო, რა უნდა წახვიდე, მთელი თუნდაც რა ვიცი 2 კვირის განმავლობაში. მე გამომიყენებია, იმიტომ კი, მე გამომიყენებია ტესალონიკაზე, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და აი წუთები, წამები და ესე მქონდა დაანგარიშებული და მთელი დღეს თუ აკეთე, უკვე დავიღრე. ეს იყო 1-2-3 თვის წინ. გავტესტე მე მგონი. კი, მან უკვე საბოლოო ვერსია, დღევანდელი ვერსია, რაც უფრო ან ადაპტირდით ბაზართან და ტექნოლოგიების ადაპტაცია გაიარა. Gemini გვაქვს ჩვენ ინტეგრირებული თავიდანვე, Google Cloud-ის წევრები ვართ, Google Cloud, ასევე Google Startup Accelerator-ის წევრები გავხდით, როგორც პირველი ქართული სტარტაპი და Google-თან ძალიან აქტიურად ვიყავით. რა კაია. და ნუ დავინახეთ რომ გავტესტეთ დილემაც ქონდა ჩვენ Gemini თუ ChatGPT. და ნუ Gemini აგვიჩიეთ, იმიტომ რომ უფრო დახვეწილი ინფორმაცია მოდიოდა იქიდან. ერთი არის რომ გაძლევს ეკონომიკურ სასტუმროებს, ტრანსპორტს, ტრენებს, ასე შემდეგ. და ასევე ჯამში გითვლის შენ ამ ტურზე თუ წახვალ, რამდენ ნახშირობას დაზოგავ. ვაუ. და როგორ გადაარჩენ დედამიწას? და როგორ ამავდროულად ჩვენ ვიყავით ბრიტანული კომპანიის პარტნიორები და დავდით ხეებს მათთან ერთად. ანუ ყოველი ჩვენთან დაჯოშნილი რაღაცა თქო ტრანზაქციიდან მე ჩვენ ამას ვრიცხავდით დონაციაში და ხეები ირგვებოდა. რა კაია. ბედნიერი ხარ? რა თქმა უნდა. ძალიან. კაი. ახლა საუბრობთ ბილიკი AI-ზე, ხო? ბილიკი AI-ზე მეორე სტარტაპი. მეორე სტარტაპი. რომელსაც მარტო აკეთებ? აღარ ვაკეთებ. თუ აღარ. იქ ცალკე. ეგეც მორჩა? მორბეყავი დატო. მე ძალიან ისე გამოდის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და სტარტაპული გარემო საქართველოში ძალიან მაინტერესებს. ანუ 2019 წელი ერთ-ერთი ალბათ პირველი ბუმი რო იყო, რომ აი ეს ბევრი გრანტი რო შემოვიდა, რომელიც აღარ არის და აღარ იძლევიან, რო შემოვიდა და აი სტარტაპებზე რო დაიწყო ეს საუბრები, რომ აი მოდი გავაკეთოთ რაღაც იდეა გვაქვს, ფაქტობრივად მაქედან მოყოლებული დღემდე არ გაჩერებულ ხარ. ძალიან მაინტერესებს, მაგიტომ რატო აღარ აკეთებ ბილიკი AI-ს? ისეთი კითხვა ხო არ არის, რომ ძალიან მაგარი კითხვა არის და საჯაროდ ამას ვსაუბრობ. კი და ეგრევე დავწერე და ვილაპარაკე ისე და სიამოვნებით გავაზიარებ ახლაც. როდესაც უკვე ბოლოს პირველი რა იყო? პირველი იყო რომ ჩემ თავში დავინახე გადაწვა. და დავინახე რომ დენთი მიტოვდებოდა. დავინახე რომ აღარ ისე ვეღარ. ეს რომ ყოფილიყო პირველი სტარტაპი და ან 3 წელი თუნდაც სხვა მიდგომები იქნებოდა. დავინახე რომ ამავდროულად რთული პერიოდი იყო მაშინ და ახლა რთული პერიოდი არის მოგზაურობაში, travel tech-ში ზოგადად, ან მოგზაურო tech-ში ინვესტიციებისთვის. და დავინახე რომ ჩვენთვის ეს უკვე იყო მორევში ყოფნა, რომელიც მე მითრევდა. 33 წლის ვარ და რაღაცეები ისე ვეღარ მიდის როგორც მე მინდოდა. და მე ყველაფერთან ერთად რაღაცა ისე მუსიკა. ყველაფერთან ერთად რა იყო? ჩვენ მქონდა მოლაპარაკებები ინვესტორთან, ამერიკელ ინვესტორთან, იყო ასევე ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი იყო და ვენჩურული ფონდმა გვიცხა რომ თქვენ შემოიყვანეთო ეს ანგელოზი ინვესტორიო და ჩვენ შემოვალთ მე. ანგელოზი ინვესტორთან უკვე დალაგებულები ვართ, უნდა ჩადოს ინვესტიცია, უნდა ჩამოვიდა საქართველოში 9 დეკემბერს. 2024 წლის 9 დეკემბერია. შარშანდელი არის 9 დეკემბერი და ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა 28 ნოემბერს. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რომ რამე კავშირში ხო არ არის მეთქე და კარგად თქვი. და მოგწერეს რომ ბოდიში საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ დაწამლულები გაზით და ასე შემდეგ. აი რა. ყველაფერი ვიღებთ აი ამ და ეს იყო ჩემთვის ბოლო წვეთი. და ჩვენთვის ჩემი ძმისთვისაც იყო ბოლო წვეთი. მაგრამ ორმაგი мотивაციით გახართ ხოლმე აქციებზე ხო? ორმაგი мотивაციით გავათ რომ არ დაუშვათ საქართველოში ის რაც დღეს ხდება, იმიტომ რომ მოგვიწევს არა ერთი სტარტაპის, არამედ ძალიან ბევრი სტარტაპის ან დახურვა, ან მერე გადინება ტალანტების და ეს ძალიან დიდი ტრაგედია არის. ყველაზე დიდი ტრაგედია ტალანტების გადინება ჩემი აზრით. 2023-ში საქართველოში აღარავინ აღარ დარჩა. 2023-ში გავიდა 400,000-მდე ადამიანი. ემიგრაციაში. და
და მაშინ კიდე უკეთესად იყო ცოტა მდგომარეობა. დღეს კიდე უფრო მწვავე მდგომარეობა. ეს კითხვა უნდა დამისვა ბოლოსკენ და მოდი ბარემ დავუსვათ და ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, როგორ შეცვალა საქართველოში პოლიტიკურმა მდგომარეობამ, საიდაც მივდივართ, სტარტაპ გარემო, ტექ გარემო და საერთოდ როგორც თორნიკ როგორც ადამიანი როგორ შეაფასებს მაგას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგი თემა, რთული თემა არის, ძალიან კომპლექსურია ძალიან და დღეს ტენდენცია გვაქვს ასეთი, რომ ხედავთ რომ ერთი სტარტაპის მაგალითზე უკვე ინვესტორები ახლა შემოდიან საქართველოში და ეს მხოლოდ ერთი მაგალითი არის და დღეს ძალიან გართულებული არის თუ აქამდე იყო საქართველო ასე თუ ისე რუკაზე 4 წლის წინ მაგალითად ერთ-ერთი ინვესტორმა მითხრა რომ თქვენ რუკაზე საერთოდ არ ხართ. მე ცოტა წამოვიდა ნელ-ნელა და ახლა ისევ წავედით იმ ზონაში რომელშიც საერისკო ინვესტიცია ითვლება, ინვესტირება ქვეყანად ითვლება საქართველო. დღეს ხდება რა, რომ ბევრი სტარტაპერი მიდის სტარტაპიდან და გადადის ისევ კორპორატიულში, შედარებით სტაბილურში. სტაბილურში. მეც მათ შორის ვარ ამ გზაზე, ოდესაც ვეძებ კორპორატიულ სამუშაოს, სადაც ვიქნები, თუმცა ისევ სამეწარმეო მიმართულებით მე ამბობ რომ არ მუშაობ პრინციპში ყოველდღე, იმიტომ რომ ხან ტრენინგებს ვატარებ ასე შემდეგ, მაგრამ ესე სტაბილურ გარემოს გულისხმობ და აი ესე ბევრი ჩემსავით ნელ-ნელა გადადის და უკვე ფიქრობს, ბევრი ცოტა შორის, როდესაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და დავწერე. ერთ-ერთი რაც იყო, თავარი მესეჯი რაც იყო, გზავნილი რაც იყო ხალხისგან იყო, რომ ყოჩახ რთული გადაწყვეტილება მიიღე, გამბედავი გადაწყვეტილება არის და მეორე იყო ასევე რომ დამაფიქრა და უფრო შეიძლება ამან დამაჩქაროს მე ჩემ გადაწყვეტილების მიღებაში. რომ შეიძლება მე დავხურო ხო? მეც ხო არ ვქნა იგივე. იგივე ხო არ ვქნა. ამიტომ ადამიანები დღეს ნელა გადადიან აი აქეთ. შედარებით სტაბილურ გარემოში ან ქვეყნიდან მიდიან საერთოდ. რა ძალიან ცუდიც არის. იმიტომ რომ მაგარ სტაბილურობამ ძალიან შეჩვევა იცის და მე აღარ გინდა ხოლმე რომ ახალი რაღაცები ცადო, იმიტომ რომ აი სტაბილურად ვარ. საჯარო სამსახურსაც აქვს. რეალურად ყოველთვიური შემოსავალი, წლები გადის არ ვითარდები, რაც შიდა ტრენინგებს გიტარებენ ბოდიში, მაგრამ ამართლა მე მგონი ესე არის. ხო, კომფორტის ზონაში. ვაა, ეგ არ ვიცოდი. ძალიან ცუდი არის. და ეს ტენდენცია არის, ეს ტენდენცია არის სამწუხაროდ. ხო, მივდივართ მაკეტკენ, რომ იცი ამ კიდე დრო არ გვაქვს უბრალოდ რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ბევრი თემა. ჯიტას გრანტები, მან და მაგაზე არის მიბმული ევროკავშირის დაფინანსებაზე? დღეს აღარ არის მიბმული ჯიტას გრანტზე. არ არის. ევროკავშირის გრანტი არის ევროკავშირის არა. თავიდან იყო მსოფლიო ბანკი, რომელიც გასცემდა ასეც გაცემდა. მე მსოფლიო ბანკი გავიდა. დარჩა სახელმწიფოს დონეზე ეს ყველაფერი და კიდევ ერთი ესე ვთქვათ გასროლა იქნება ჯიტას 150,000 ლარიანი და მე იდეაში დაგმილი არის რომ წლის ბოლოს ამოქმედებს ჯიტა 2-დან 0, რომელიც შემოიყვანს ახალ აქსელატორებს საქართველოში. აბუდაბიდან და არ ვიცი. რაღაცები რაც მომდის ამერიკულიც არ ვიცი, მოკლედ შევხედოთ რა იქნება. თუ გამოვიდა ძალიან კარგი. თუმცა ისევ და ისევ ვამბობ. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმდენად მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა, რომ თუ კალაპოჩი არ ჩავაყენეთ, არ დავბრუნდეთ ისევ ევროკავშირის კურსზე და ქვეყანამ განვითარება არ განაგრძო, მე ეს ყველაფერს უკვე აზრი დაიკარგება და კომპანიები გაიხსნება დელავერში, დუბაიში, ლონდონში, ასე შემდეგ და საქართველოს დაკარგავს ამ ტექნოლოგიებს. ესტონეთი არის ძალიან კარგი მაგალითი. ესტონეთი არის ძალიან პატარა, ჩვენზე პატარა არის სამჯერ, მოსახლეობით, ტერიტორიულად, რესურსებით ძალიან ცოტა არის, მაგრამ თავი რესურსი რაც არის, იმ მილიონნახევრიან ქვეყანაში არის ადამიანური რესურსი და არის თავარი ნიშა ტექ მიმართულება. Skype ვიცით ხოლმე, Skype პირველი უნიკორნი იყო საერთოდ, ხო? TransferWise და ასე ბევრი უნიკორნია. ძალიან გული დამწყდა Skype რო დაიხურა. რაც ბავშვური ის იყო, ხო? ახლა ხანს ვახსენე. ბავშვის ამბავია. სხვათა შორის ახლა ვნახე, ოღონდ სიღრმისეულად არ ვიცი, რაღაც კანონ პროექტს რომ ამზადებენ, რომ გრანტის მიღებისთვის სტარტაპს სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. ოღონდ არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. არც მე არ ვიცი სიღრმისეულად. და არც გამიკვირდება ეგრე რო იყოს, რომ 1994. ანუ რაღაც კანონ პროექტი შეიმუშავეს, მეც პოსტებიდან ვიცი, სადაც სტარტაპმა რო გრანტი აიღოს, და არა მხოლოდ სტარტაპმა, ანუ კომპანიამ რო გრანტი აიღოს,
სახელმწიფოსგან დასჭირდება თანხმობა. კი, გამახსენდა. ძალიან ზედაპირულად ვიცი ეს ამბავი, ხო? ანუ ძალიან ზედაპირულად ვიცი სიგნალებში აღსულ ვარ და მართლა ეგრე იყო. ჯორჯ ორველის. კი. 1984 ცოცხლდება. კი. სამწუხარო ამბავია. აქვე უნდა ვთქვა, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და საქართველოს არის ევროკავშირში. რაც ძალიან ბედნიერი ვარ, თორემ იზიარებს ამას და ისედაც ვიცოდი სანამ მოვიდოდა, რომ მაგაზრზე იყო. ფაქტობრივად აქციებზე ერთად ვდგავართ ხოლმე, მაგრამ მაინც. ცოტა რომ ასე ვქნათ, რაღაცა ძალიან დავიძაბე და მოდი ვილაპარაკოთ, რაზე ვილაპარაკოთ, რაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ, რა თემა რა მოგვიწურავს. საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლისთვის ასევე ჩემი ეს გამოცდილება უნივერსიტეტის და ასევე ადამიანის როლი, როგორც ასე ვთქვათ, კავშირების მიმართ კონტაქტ. არ ვიცი რა. მოდი ვილაპარაკოთ მაგაზე. კავშირებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ უნივერსიტეტიც მაგაზე არის მიბმული ალბათ, რომ კავშირების მოსაპოვებლად ვაბარებთ უნივერსიტეტში ან რაღაც საგანმანათლებლო მიმართულებას მაგიტო ვირჩევთ, რომ რაღაც ქრომულნა შევქმნათ, სადაც ერთნაირი აზროვნება და ერთნაირი ღირებულებები გვექნება და მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ მაშინ. ხო, ანუ ერთ-ერთი პარალელი გავავლოთ საქართველოს როლი აი ევროკავშირის საკითხებში. ეს ძალიან საინტერესო იქნება. იცი რა არის თუ იმეკითხავს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო უნარი რაც არის ადამიანებთან კომუნიკაცია. და ჩემი ცხოვრების გზაზე, კარიერის გზაზე ყოველთვის მოწინავე ადგილი ეყენა ქონდა ადამიანს, მეგობარი, პარტნიორი, არ ვიცი, მრჩეველი, ნებისმიერი თუ უბრალოდ ასევე მომხმარებელი. ორივე მიმართულებით, ანუ სტარტაპის გზაზე უკვე ორივე მიმართულებით დავინახე ეს. კონტაქტები არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი და მე ყოველთვის არ ვეშურები, რომ როდესაც მივდივარ სამე კონფერენციაზე, შეხვედრაზე, იქ ადამიანი გავიცნო თუ კი ამისთვის საჭიროება არის და არ მაქვს ხოლმე ეს ბარიერი, გამორჩეული იმისა, ამ ეს ვინ ადამიანი ვინ არის. პრეზიდენტი არის, ელჩი არის, $500 მილიონ იყიდა წინა დღეს კომპანია თუ ვინ არის. ჩემთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, როდესაც მაქვს რაღაც მიზანი, რომ ამ ადამიანს გავიცნო და შეიძლება ამათ საინტერესო ღირებულება მომიტანოს. სტარტაპის გზაზე ასევე დამანახა, რომ როდესაც შენ რაღაცას აკეთებ, შეიძლება უანგაროდ ადამიანებმა გამოგიწვიონ ხელი, დახმარების ხელი. დაგვასპონსორეთ. იმიტომ რომ თუ ხედავენ ისინი რომ რაღაცას ღირებულს აკეთებ, შენ ამაში დიდ რესურსს ხარჯავ, შეგახეს მოტივაცია, ინსპირაცია და ასე შემდეგ, შთაგონება ამ ყველაფერში. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გაგვიწიეს დახმარება და მათ შორის ვიტყვი ერთ ამბავს, რამდენიმე წელს წინა სტარტაპის პირობებში შეხვდი ერთ-ერთ კონფერენციაზე ერთ-ერთ კალბატონს სრულად შემთხვევით და იმდენად მოეწონა შემდგომ ეს ჩვენი იდეა, რომ ცოტა ხანში დაგვიკავშირდა და გახდა ჩვენი მენტორი, ჩვენი მრჩეველი. ეს კალბატონი არის შვეიცარიელი ტექ ანტრეპრენერი, ტოპ 50 საუკეთესო ქალ მეწარმეს შორის, ანგელოზი ინვესტორი და ასე შემდეგ და მოკლედ ამ ქალმა ჩვენში დაინახა, რაღაცა ეს ღირებულება, რომელსაც ჩვენ გვქნიდით. საბუთო ჯამში რო შევაჯამო ეს და მე თუ უნდა ჩამეძიე, რაღაცები შეიძლება გამოვჩეს. თავარი რაც მე ვისწავლე და რაც მე მივიღე გამოცდილება პრინციპში არის ის, რომ რასაც ყველაზე მეტად ადამიანები ჩვენ მივიღებთ საუკეთესო ცხოვრებას შევიძენთ, ეს ისევ ადამიანი არის. კი, რომელიც ადამიანი არის ის, რომელიც შენ დაგეხმარება. კი. ადამიანი არის, რომელიც შენი მომხმარებელი იქნება. არა აუცილებელი მყიდველი იყოს, გამოიყენებს შენს პროდუქტს, რომელიც მზად არის, რომ ასევე მოხდეს უკავშირი და სტარტაპში ადამიანი მომხმარებელი არის საუკეთესო მეგობარი. ამომავალი წერტილი, ხო? საუკეთესო მეგობარი არის შენ. კრიტიკა, რჩევა თუ ნებისმიერი შექება შეთვის არის უკვე კარგი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ეს მომხმარებელი ჩემი არის ფასეული და ღირებული არის. ვიცი რა კითხვა გამიჩნდა, დამთავრდა კითხვა. ეს თქოს მინდოდა ის იყო, რომ მომხმარებელი, იყო მაგალითად ძალიან ბევრი, როდესაც ამ ხელა რაოდენობის, ამ მოცულობის მეილი მოგწერა მომხმარებელმა არაერთხელ უკავშირი. არ დაიზარა და მოიწერა. არ დაეზარა. დღეს, ანუ თუ რამე შევქმნით მე უკვე, ყველაფერი ეს იყო იდეები მომხმარებლებიდან. ანუ რასაც არ ვაკეთებდით მაშინ,
მე გაიძულა მომხმარებელმა. მე ეს ყველაფერი უკვე, რა თქმა უნდა, მომხმარებელი გაძლევს უკავშირს და გეხმარება. ამიტომ მაქსიმალური კომუნიკაცია სულ მომხმარებელთან. ვიცი რა მაინტერესებს შვეიცარია ახსენე. ძალიან მაინტერესებს თუ გაქვს ამის ცოდნა, ჩვენ ვამბობთ რომ ექსპერტები არ ვართ ამ პოდკასტში და თუ შენი ცოდნა გაქვს თუ დაკვირვებები გაქვს ამ მიმართულებით რომ გაგვიზიარო და მანამდე თქვენ რომ გამოგვიწევთ და დაგვა მოგვიწონოთ. იცი რა მაინტერესებს? საზღვარგარეთ აი ევროკავშირი ავიღოთ, ან ამერიკა ავიღოთ. ამერიკა მე მგონი უფრო კიდე მარტივი სალაპარაკოა ამ კუთხით. სტარტაპები განვითარება როგორ ხდება ხო არის? აი ნოლიდან რო დაიწყო, თქვა იქ არის თუ არა გრანტები, სახელმწიფო უწყობს თუ არა ხელს, რა მიმართულების აქსელერაციები არსებობს, რასაც იყენებენ. საქართველოში ძალიან ბევრია. იყო ყოველ შემთხვევაში და იმედია რომ მომავალ წელსაც იმას გამოაცხადებენ მიღებას. თუ გაქვს გამოცდილება ევროპაში მაგალითად ან ამერიკაში? საფუძველი არის აქ თავარი პირველი, ანუ სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ამ საფუძველს, გარემოს, საკანონმდებლო გარემო იქნება, ზოგადად ინოვაციები, ტექნოლოგიები და მეწარმეობა ვითარდება ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არის და ამის ხელშეწყობა არის შესაბამისად, ანუ თვითონ სახელმწიფო უნდა იყოს დემოკრატიული. ანუ რომელი ქვეყნები არის დღეს განვითარებული ყველაზე მეტად ამ მიმართულებით. ისევ დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც მოწინააღმდეგეები არიან. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი ფასეული რაც აქ არის, რომ სახელმწიფო უნდა შექმნას კარგი ფონი ინვესტირებისთვის, კარგი საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს, სტარტაპებისთვის კარგი პირობები უნდა შექმნას, რომ მე ამას დაეშინოს რა? განათლება, შემოვიდეს უნივერსიტეტები, შემოვიდეს სასწავლებლები, შემოვიდეს აქსელერატორები, და იმიტომ რომ სწავლა არის უმთავრესი, თუ არ ვიცით არაფრის კეთება მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ გავვითარდებით, ეს ერთი და ასევე არის უკვე მე საინვესტიციო გარემო. ანგელოზი ინვესტორები, ვენჩურული ფონდები, რომლებიც იქ ძალიან ბევრი არის უკვე განვითარებული ამ მიმართულებით. საერთო ჯამში ეს მე უკვე ქმნის ძალიან დიდ ასე ვთქვათ სურათს. და თავიდანვე ამ აზროვნების ჩამოყალიბება განათლების დონეზე და ასე შემდეგ. უკვე მე ძალიან კარგი საშუალება არის განვითარებისთვის. ხო, მე ეგეთ ქვეყანაში რო ცხოვრობ, აღარ გჭირდება წლები დახარჯო იმაზე რაღაცა პოვნა, ძიება, მარტივად მოგდის. ინვესტიცია ძალიან ბევრი არის, ფული ძალიან ბევრი არის იქ. და ბევრი ადამიანია, რომელიც ასევე და დიდი ბაზარი არის ყველაფერთან ერთად. ხო, ბევრი მომხმარებელიც არის და ბევრი საქართველოს პატარა ბაზარი არის, კარგი არის რომ გატესტო შენი პროდუქტი, დაიწყო, ნახო როგორ იმუშავებს, მაგრამ მე სადღაც ჩერდები და გჭირდება განვითარება და გაზრდა და გაფართოება. და ამ პირობებში შენ კიდე უმატებ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის ფაქტობრივად ხაზის გადასმა. კი. ყელის გამოჭრა არის. კი. არც გეხმარები და თან ზიანს გაყენებ რა. ნუ არც გეხმარები და თან კიდე გაჩავ რა. იმის მაგივრად ხო ჩვენ აქციებზე სერიოზულად მაგივრად ვისხდეთ და ვიმუშაოთ და ვიფიქროთ ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, ასე შემდეგ. რომ ისევ ჩვენ ქვეყანას გამოვადგეთ მე ხო რეალურად ხო ეგ არის მიზანი. ეს თავარი მიზანი. და არასადაც შექმნა სტარტაპები ან გადავიდეთ და ანუ ეს არის ჩვენი თავარი мотиваცია. ჩვენ რო გავახდეთ პირველად მართლა სტარტაპი, ის იყო რომ გვინდოდა რომ ასეთი ამბიცია გქონდა რომ ჩვენ უნდა გავხდეთ საქართველოში Skype. და ეს მიზანი გქონდა. დიდი რაღაც ვარსკვლავი ეგ იყო ხო თქვენი, რასაც ვეძახით ხო. LinkedIn-ს იყენებ? აი ამ ყველაფერზე. საუბარზე. დღესაც პოსტი დავწერე და სულ ყოველ დღე ვიყენებ. როგორი სოციალური ქსელია შენთვის? თავის გამოხატვა, იზღუდავ თუ არა LinkedIn-ზე, ვიღაცებს წერ თუ არა, რომ აი გამარჯობა მე ვარ თორნიკე, რაღაც ესე ვარ და მაქსიმალ გავშალებ ხთები LinkedIn-ზე, ანუ ერთი სტარტაპის მიმართულებითაც, ოდესაც მუშაობდით და მეორე ახლაც. LinkedIn-ი ჩემთვის არის ერთი რომ პროფესიული განვითარების ძალიან კარგი საშუალება არის, მეორე ის რომ კარგი საშუალება არის რომ მე საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინო და ბრენდის თვით პერსონალური ბრენდი. კი. ფოტოშოპის მანდ ერთრამეს ჩავამატებ სტარტაპის კეთების დროს იყო ხოლმე რომელი უფრო ცნობილი არის, ანუ შენ როგორც დამფუძნებელი თუ ასე ვთქვათ ბილიკი თავად სტარტაპი და მაგაზე ქონდა ისეთი კომპლექსები ხოლმე რომ ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს. თუმცა მე მივხვდით რომ ამის გარეშე შენ როგორც სახე შენ წარმოადგენს, იმიტომ შენ წარმოადგენ ამას. ხო,
pitch deck-ზე და რაღაცა შენაკეთებ მაგ ყველაფერს რანაირად. ბილიკი ხო ვერ გამოვადო ვერ ილაპარაკებს. რობოტი ხო არ არის, ხო? რობოტი არ არის. ხო. და ამიტომ LinkedIn-ი რა არის ჩემთვის პროფესიული განვითარება, Twitter რეალიზაცია, კონტაქტების მოძიება, სამსახურის მოძიება, მათ შორის რომელშიც აქტიურად ეძებ, ხო? მეგობრებო, კარგი კადრი მაქვს თქვენ. აქტიურად ვეძებ და რატო არის კიდე ღირებული ეს შენი პოდკასტი? რომ გამახსენდა ანა ანდღულაძე. ანა ანდღულაძეს მივწერე. სამსახურს ვეძებ და ხო, ანა ანდღულაძეს მივწერე დღეს რა ანუ როცა იქნება ეს ქონდა კომუნიკაცია და მოკლედ რაღაცა გამახსენდა ანა ანდღულაძე და მისგან მივიღე ძალიან ბევრი საინტერესო რჩევები ამ გზაზე, როდესაც მithumetas ადამიანი პროფესიონალი არის და LinkedIn-ზე თუ ყავს უნიკალ სტუდენტები? ყავს სტუდენტები და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ასევე. ქულის მომატებაზე წერენ ხოლმე? არ ჩაუშვათ უწერენ. არა. თუმცა ამ სემესში არ ყავს. არა, ამ სემესში ვეღარ ავიღე. რაღაცა ფოკუსირებული ვარ, თლიანად რაღაცა სხვა მიმართ, თუმცა მინდა რომ სექტემბრიდან გავაგრძელო ისე. ზოგადად ვამაყობ სტუდენტებით. დღეს ბევრი ჩემი ძალიან. და კიდევ უფრო მინანება ეს თაობა იმისთვის, რომ აი ეს ქვეყანაში რაც ხდება, უნდა დავახვედროთ და არ უნდა უწევდეთ ამ ადამიანებს ამაზე ფიქრი. ვამაყობ ჩემი სტუდენტებით, დღეს ბევრი ჩემი სტუდენტი დასაქმებული არის ძალიან კარგ კომპანიაში. არიან დეველოპერები, არიან მარკეტოლოგები, ბევრი მიმართულებით მუშაობენ, რომლისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. ცხოვრებაში ბევრი რამე გამეკეთებია და კიდე გავაკეთებ, მაგრამ მათთან კომუნიკაცია შეხვედრა, ლექციაზე მისვლა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება და კარგი გარემო არის ყოველთვის ჩვენს აუდიტორიაში, ჩვენს ლექციებზე, იმიტომ რომ თემაც ისეთი არის, ანუ მეწარმეობა, სტარტაპი, ინოვაციები და ადამიანებს პირველად რო შევედი 3 წლის წინ აუდიტორიაში. პირველ ლექციას ამბობ, ხო? პირველ ლექცია. არ ნერვიულობდი. მანდაც ცოტა შორის ის იყო, კონტაქტების ამბავი იყო, რომ მანამდე BTU მიცნობდა მე როგორც სტარტაპერს, მე მიცნობდა როგორც აი ტრენერს, რომელიც ატარებს ტრენინგებს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ჩათვალეს, რომ მე შეიძლება თვითონ მოვწერე, შემოგთავაზებ, ხო? კარგი კადრი ყოფილიყავი ამ მიმართულებით. პირველი ლექცია იყო და ცოტა შორის ამ ჯგუფისთვის იყო სუსუ პირველი ლექცია ასე, ანუ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მეწარმეობა პირველად წაიკითხე მეწარმეობაზე? ამ სტუდენტებისთვის ვიყავი საერთოდ პირველ კურსებისთვის ლექტორი, პირველი შეხება უნივერსიტეტთან იყო, ხო, იყო. და როდესაც შევდიოდი, მე მაგისტრატურაც ავიღე ასე შემდეგ 18 წლის სტუდენტები არიან. შემოგწიცნე. რა, ხო, ეს თვალები რაღაცნაირი. თვალები სასწაული მახსოვს ახლა და მეორე ამბავი იყო რომ რა უნდა ველაპარაკო ამათ, ანუ როგორ უნდა გავაგებინო, რომ რთული არის, მან ხო არის რომ ისე უნდა ილაპარაკო რა აუხსნა როგორც 5 წლის ბავშვს და უნდა ელაპარაკო ისე რომ გაიგოს ასევე ასაკოვანმა ადამიანმაც და ეს ტერმინები, ეს ყველაფერი როგორ უნდა ადაპტაცია გაიაროს ამ ყველაფერმა მათთან და მივიღე დიდი კედელი აქ რომ სტოპ, ეგრე არ არის. თუმცა აქეთ ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობ და ბევრი რამე იციან და ბევრი რამეს იგებენ ძალიან მარტივად. არიან გახსნილები, აზროვნებენ ძალიან კარგად, არის ძალიან კარგი რესურსი, ადამიანური რესურსი და ამის სწორი გამოყენებით ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ ხვალზე. და ეს სტუდენტები და რითაც მე ვამაყობ ასევე. სტარტაპები შექმნეს, გაიტანეს ჰაკათონები, აქსელატორები იყო, იდეები არის ძალიან ბევრი. და ისე შექმნაზე რომ გადავიდეთ. შექმნა მარტო სტარტაპი შექმნა არ არის. ჯერ სტარტაპი სულ ვითარდება და კომპანია სულ ვითარდება, მაგრამ მე ვქვნი ასევე მაშინაც, როდესაც მე ვასწავლი, ვაზიარებ გამოცდილებას, იმიტომ რომ ისეთ შექმნა, როდესაც შენ ადამიანს რაღაცას სოდნას უზიარებ და გამოცდილებას უზიარებ. დღესაც თუ ამ პოდკასტიდან ერთმა ადამიანმა რაღაც წაიღო, არ გუყურე შენ ესეც უკვე არის ჩემთვის კარგი, იმიტომ რომ ხედავ რომ ვიღაცა ერთმა ადამიანმა რაღაც წაიღო და ამით რაღაც საინტერესო შეიქმნა.
მაგ დროს ახს ეგოისტური მომენტი ხო არ არის, რომ ჩვენ მეც ეგეთი შეგრძნებები მაქვს ხოლმე, ერთ-ერთი რას აღწერე და სულ ის პატარა მარიამ მახსენდება ხოლმე, დაკარგული რო იყო და შენსავით რო ეს 10 წელი და 4 წელი რო სწავლობდა, მე უცებ თქვა რომ არა ის აღარ მიდა და აღარავინ რო აღარ ყავდა გვერდით, ვინც რაღაცა ცოტა დაამშვიდებდა და мотиваციას მისცემდა. ეგ მომენტიც არის ხოლმე, რომ ხანდახან მგონია ხოლმე, რომ აი ჩვენ თავებს ვეხმარებით სხვა ადამიანის გავლით და რაც ცუდი ნამდვილად არ არის. პირიქით, კარგია და ნორმალურია რა, ეგ არის სწორედ ეგ არის. მე მიყვარს საჯარო საუბარი. მე ახლა რო საუბრობ ჩვენ შემიძლია ვილაპარაკო კიდევ ძალიან ბევრი თემაზე. მაგრამ თავარი რა არის, თავარი. ჩემთვის თავარი ღირებულება და თავარი მონაპოვარი თუნდაც სელექციო პროცესში არის ის, რომ მე დავინახო რომ სტუდენტმა რაღაც წაიღო და შედეგი მიიღო არა ქულა. არამედ რაღაც ღირებული. საფიქრალი წაიღო. ბევრი სტუდენტი მოსულა ჩემთან და უთქვამთ რომ აი მომეცი мотиваცია რომ სტარტაპი მეკეთებინა. ყოფილიყავი მეწარმე. შეგიძლია გითხრა ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც სტუდენტებისგან მიიღე და ყველაზე დიდი აი ყველაზე დიდი უკავშირი იყო და აი ნეგატიურად რო გითხრეს რა, რაღაცა რო არ მოეწონა ჩენში. გახსენდება რამე? გაკვეთილი, მოდი ასე ვიტყვი, გაკვეთილი შეიძლება დავარქვათ, შეიძლება დავარქვათ რეალობა, რომელთანაც დამანახეს მე, რომ ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. გამორიცხული. მაგ-თაობას მithumetas. ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. ძალიან კარგად გრძნობენ და ხედავენ, ხო? ხედავენ ყველაფერი ესმით, ყველაფერი კარგად იციან. თუნდაც შეფასების კუთხით. ანუ არგუმენტებს დაგილაგებენ ისე კარგად ყველაფერს. თუნდაც სელექციო პროცესში, თუნდაც სწავლის მომენტში, თუნდაც გამოცდილების გაზიარების მომენტში, ყველაფერი ეს. ბევრი რამე უკვე თვითონ სწავლები არის, ყველაფერი იციან ძალიან კარგად. და რო ვადარებ ჩემ თავს მე სად ვიყავი მაგ პერიოდში. 18 წელს თორნიკე როგორი იყო და როგორი არის მარიამი ან ირაკლი 18 წლის ჩემი სტუდენტი. ძალიან დიდი გეფი. მე უთხარი პირდაპირ ლექციაზე. გათქვა მაგას რომ მე ვისურვებდი რომ ყოფილიყავი თქვენაირი თქვენ ასაკში. ეგ ბუნების წესია, რასიზა. ხო. და ეგ ძალიან მაგარი შეგრძნებაც არის რომ ამის თქმის საშუალება მეძლევა. ხო. და მეორე კითხვა იყო? დიდი უკავშირი ნეგატიური რა ჩენში არ მოეწონათ. და ესე მოვიდნენ და პირდაპირ ჯენზიმ გითხრა მორაჯახა. აი მართლა არ ყოფილა. არა. არ ყოფილა. ანუ ეგეთი არ ყოფილა მართლა. გაქვს რამე სათქმელი რაც? არ მინდა რომ თქვა მოვიტყუო და რაღაცა მოვიგონო. დამატებითი შთამაგონებელი რამე იყოს, მაგრამ არ ყოფილა ესეთი თუ რამე ზუგს უკანა არის და ჩემამდე არ შენ გაგიგია ხო მაგრამ გამიგია ესეთი რაღაცეები, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იყო, ისეთი უკავშირი, რომელზეც მე არ ველოდი რომ ესეთი უკავშირს მივიღებდი პირველივე სემესტრში თუნდაც, ოდესაც ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, შეფასება მივიღე სტუდენტების მხრიდან, ხო. თუმცა ახლა ამაზე დავხმაურობთ, ცოტა მძიმე რაღაცეებზე და არ იყო ეს. იყო რაღაცები, რა თქმა უნდა, რომ ცოტა ეჭვით უყურებენ რაღაცას, შეიძლება მე შევაფასე სტუდენტი და მე გახსნილი ვარ იმისთვის, რომ ვისაუბრო, რომ თუ დაუწერე რაღაცა შეფასება, რატო არის ეს შეფასება? ძალიან მაინტერესებს. რაიმე სათქმელი ხო არ გაქვს აბიტურიენტებთან? სად ჩააბარონ, როგორ ჩააბარონ, რამე სხვა რურჩევდი? ჩააბარონ თუ არა საერთოდ უნივერსიტეტში და წავიდნენ მაგალითად პროფესიულ აკადემიებში ისწავლონ. რა შენი გადმოსახედიდან როგორ ჯობია რომ გააკეთო? ხო, დიდი პასუხისმგებლობა. დამაკისრა მარიამო. ორი მომენტი არის, რასაც ჩემ თავს ურჩევდი როგორც აბიტურიენტს მაშინ და ახლა თქვენ გირჩევთ. პირველი არის რომ მიიღეთ გადაწყვეტილება როგორც ემოციურ დონეზე, ასევე როგორც რაციონალურ დონეზე. ემოციურ დონეზე, იმიტომ რომ აირჩიეთ ის, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ მოგწონთ და გაინტერესებთ და რომელსაც თქვენ ამას გააკეთებთ სიყვარულით და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ასევე მისი შეცვლა, ჩემ შემთხვევაში თუნდაც ასე იყო. ერთი სამყარო და მეორე სამყაროში აღმოჩნდი, ერთ სფეროში ვიყავ, მეორე სფეროში აღმოჩნდი ორი რადიკალური განსხვავება. და ამის ადაპტაცია შეგიძლიათ ძალიან მარტივად, თუ ამის სურვილი გექნებათ.
მეორე არის რაციონალური მომენტი. ანუ იფიქრეთ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სად არის უფრო დღეს ტრენდი, სად მიდის ბაზარი და ასევე იფიქრეთ, რომელი არის უბრალოდ კარგი შემოსავლიანი ასევე. ანუ ესეც მნიშვნელოვანი არის დღეს, თუ გავუთვალისწინებთ. იფიქრეთ. და აბიტურიენტებო გამოგვიწერეთ, რომ თორნიკერსნაირად მოусმინოთ რჩევებს და ხო, არ ვიცი, რამდენად კარგი რჩევა, თუმცა ეს რასაც ბოლო პერიოდში რაც მე ასე ვთქვათ, დავაკვირდი, ალბათ ეს იქნებოდა ჩემი ძირითადი რჩევა. ხო, ჯობია, რომ რჩევასთან ერთად ცოტა თეორიულადაც ჩაუღრმოდეთ, მაგალითად ტექსტ სფეროს ან მეწარმეობის სფეროს, რომ მიხვდნენ ადამიანები, ვთქვათ, რაზე ვსაუბრობთ, რა შესაძლებლობებია ტექსტშია და ტექსტში და ასე შემდეგ. შენი გადმოსახედიდან. დღეს ტექსტ სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და ამავდროულად ძალიან საჭირო მიმართულება. მით უმეტეს, როდესაც ანტრეპრენერი ხარ და გინდა ეს მიმართულება, შენ გჭირდება ასევე ტექ მიმართულებით რაღაც გამოცდილების მიღება. მე არ მქონდა არანაირი გამოცდილება ტექ სფეროში, თუმცა მე სტარტაპმა დამანახა, რომ თურმე შეიძლება ასევე სტარტაპის გავლენას ამ გამოცდილების მიღება. იმიტომ რომ შენ მუშაობ დეველოპერებთან, მუშაობ ტექნიკურ გუნდთან და ასე შემდეგ და გჭირდება ცხადია მათთან მუშაობა და სწავლა თუნდაც მინიმუმ ტერმინოლოგიის და იქ ფრეიმვორკი იქნება, იქ თუ რაღაც ასე შემდეგ, მისი აწყობა და მისი სწორად მიტანა. რაც არის აქ ძალიან საინტერესო ზოგადად ტექ სფეროში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის დონეზე. დღეს ხელოვნური ინტელექტი არის განუყოფელი ნაწილი. კონკურენტი არ არის. შენი გადმოსახედიდან. კონკურენტი არ არის. ჩემთვის არის შესაძლებლობა. დამხმარე საშუალება. ასისტენტი არის ჩემთვის, რომ ჩემი მოქმედება, ჩემი ყოველდღიური ნაბიჯები და ქმედებები უფრო ეფექტური და ეფექტიანი გავხადო. როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე კომპანიის დონეზე. ნებისმიერ მიმართულებით. განათლება, ტექი, სტარტაპი და არა მარტო, ცხოვრების დონეზე. დღეს კომპანიების და ზოგადად კომპანიების დირექტორების და აღმასრულებელი პირების 99% თulis რომ ხელოვნური ინტელექტი აუცილებელი არის მათ კომპანიებში. რო გამარტივოს ალბათ რაღაც პროცესები. 50%-მდე არის გაზრდილი ეფექტურობის მაჩვენებელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ანუ დაახლოებით გასამაგდა ეს მაჩვენებელი ბოლო 3 წელში. ეგონთ გასამაგდა როგორ? ესეთი ეს აქ წაფი ზრდა აქ. და ყოველდღე უფრო მეტად აქტიური ხდება. ამიტომ ტექ სფერო თავის ხელოვნური ინტელექტით, რომელიც არის ყოველდღიურობის ნაწილი, შეგვიძლია ძალიან მარტივად ადაპტაცია გავიაროთ და ამავდროულად დავნერგოთ ჩვენს კომპანიებში. და ამავდროულად ასევე ინდივიდუალურ დონეზე. ეს შიში რო ჩაგვანაცვლებს და ადამიანები საჭირო აღარ ვიქნებით რაღაცები? 1998 წელს როდესაც კალკულატორი გამოიგონეს, გამოვიდნენ მათემატიკოსები აქციებით, რომ ჩაანაცვლებს ადამიანსო. ჩაგვანაცვლა? ვერა. ვერა. ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის იქნება ჩემი განმოსახედიდან დამატებითი დამხმარე საშუალება, რომ შენ ეს რაღაც კონკრეტული ამოცანა უფრო სწრაფად შეასრულო და უფრო ეფექტიანად. თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არ ხდება. ხო, ამას ვერ იზამს. ამას ვერ იზამს. როგორც ჩვენ ვერ ვიზამთ ეგრეთ სწრაფად მოძიებას რაღაცების, ხო? რაღაცების. კი. შესაბამისად მე უკვე ეს ყველაფერი ეწყობა და გადადის იმაში, რომ შენ უბრალოდ იქმნი არა კონკურენტს, გვერდით, არამედ დამხმარეს მეგობარს. ერთი რომ შენ ისევ სტარტაპის დონეზე გადავალ, ერთი რომ შენ ნერგავ შენ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტრადიციას და ამას შენ ნერგავ საორგანიზაციო დონეზე, საოპერაციო დონეზე, თავად კომპანიაში ნერგავ ამ ყველაფერს და მეორე უკვე მომხმარებელს აწვდი დამატებითი გადაწყვეტილებებს. ხო, მარტო ერთმა კი არის ფიქრა, აი ნახე სხვადასხვა წყაროები და რესურსები გვაქვს. იმდენი ხელოვნური ინტელექტის აგენტი არსებობს, ასე ვთქვათ, აგენტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შლის თემას. ეს იქნება მედია, ეს იქნება გართობა, ეს იქნება ტურიზმი, ასე შემდეგ. მე ეს ყველაფერი კომპანიებში გადადის, კომპანიები ნერგავენ ამ ყველაფერს და უკვე მომხმარებლამდე მიდის უფრო კარგი პროდუქტი. ეს Airbnb, Booking.com ასევე Amazon-ი ყველა ეს იყენებს მანქანურ სწავლებას, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, ასე შემდეგ. შედეგად ჩვენ უფრო
სწრაფ და მოქნილ მომსახურებას ვიღებთ. ამ ყველაფერს ასწავლი BTU-ში? თუ BTU-ში სხვა მიმართულება? ამ ყველაფერს ვასწავლი ასევე BTU-ში და ასევე ტრენინგებს როდესაც ვატარებ. ბოლოს მაგალითად ერთ-ერთ კომპანიაში ჩავატარე, ტეკ კომპანიაში ჩავატარე გუნდისთვის სამეწარმეო და სტარტაპის მიმართულებით ტრენინგი. დღეს კომპანიები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ აუცილებელი არის სამეწარმეო განათლება და ცოდნა და პირველ რიგში რატო არის საჭირო, რომ აზროვნება შეიცვალოს, უფრო მოქნილი გავხდეთ, რომ მე ბოლოს სწრაფი და ეფექტური შედეგები გავხდეთ. ხო. ანუ ვისწავლოთ იმიტომ კი არა, რომ ჩარჩოებში მოვექცეთ, არამედ ვისწავლოთ იმიტომ, რომ კარგად გამოვიყენოთ და მე რისი გაკეთებაც გვინდა იმ გზაზე გავიმარჯვოთ ცხოვრება და ჩემსავით და შენსავით წიგნების კითხვით არ იწყებდეს ადამიანი და სტატიების კითხვით. კი, იმიტომ რომ ყუთის მიღმა ფიქრი ძალიან აუცილებელი არის. რა კარგად თქვია ინგლისურად რო არ გავაკეთე. არა, ხო ის მაგის ხო, როგორც არის. სუბტიტრებში. ხო, ამიტომ ეგ აუცილებელია. რა არის შენი მოტო, мотиваცია, მიზანი, მისია, რაიმე ცხოვრების საერთოდ? ანა ანდროაძემ დამბას რომ წინა სტუმარმა ჩემი მოტო რაც იყო, რაც არის ერთ-ერთი და ძალიან კარგად ჩამოყალიბა ანამ და მოვიკითხავ ანას. თული კითხვა არის. თან. მისია რა არის? იცი რა არის? და იცვლება თუ არა დროთა განმავლობაში? იცვლება. მოდი პირველი მოტოზე ვილაპარაკებ. ერთი არის რომ რაც სტარტაპმა მასწავლა ასევე. ცოტა ისე შეიძლება ჟღერდეს პათეტიკურად, უბრალოდ ეს არის ჩემი გამოსწრება რაც ვისწავლეთ ისე. კი არ წავაგეთ, არამედ ვისწავლეთ და ან ვისწავლეთ, ან მოვიგეთ. ანუ წაგება მოგება არა, ან სწავლობ, ან უბრალოდ გაიმარჯვებ. თუმცა იმას ვამბობ, რომ წაგება და მოგება ძმები არიან ეს მაგაზე და ჩემთვის ამ კაცრი უარი მაქვს მაგ ფრაზაზე ზოგადად. ბევრი ტესტი, ბევრი შეცდომის დაშვება, ანუ არ უნდა შეგვეშინდეს შეცდომის დაშვების. და ჩემ თავში თუნდაც ოდესაც შეცდომებს უშვებ და ბოლო პერიოდში დამიშვია შეცდომები. მე მეორე მხრივ უყურებ იმას, როგორც დამატებითი საშუალებად მე უფრო გავიზარდო და უფრო უკეთესი გავხდე. აზრი გამოვიტანო. გამოვიტანო აქედან აზრი, ხო, გუშინ ესეთი ვიყავი, დღეს გავხდე უკეთესი და ხვალ კიდე უკეთესი გავხდე ვიდრე ვარ დღეს. და ვაუ. რაც მომწონს ყველაზე მეტად ჩემ თავში, ყოველდღე ვიზრდები, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. ახალ ახლაც ამ საუბარშიც რაღაცას ვსწავლობ. წიგნებს ვკითხულობ, ადამიანებს ხვდები, რაღაცა ინტერვიუებს უსმენ, პოდკასტებს უსმენ, რაღაცებს სულ რაღაცა სხვადასხვა პერსპექტივიდან ცდილობ რომ შეხედა, ხო? ჩვევად მაქვს ეს ხცეული, რომ ჩემი მისია არის ყოველდღე და ეს გადადა სტრესული მომენტი კი არა, არაფერ სტრესული. განვითარება წავედი, ვივარჯიშე, ხოლმე უკეთეს ფორმაში ვიქნები. და უგან ყოველდღიურად უნდა იყოს, ეს არის ყოველდღიური. ყოველდღიური. მან რთული არის მაგის დაჭერა. ანუ მანდ არის ორი მომენტი, რომ ერთი არის რა ცნობილი ამბავი არის, მაგალითი იცი შენ ალბათ და მაყურებელმაც ერთია мотиваცია, ოდესაც გაქვს და მეორე გაქვს, ოდესაც დისციპლინა. მე მიჩვენე დისციპლინა მქონდეს. ყოველთვის ჯობია დისციპლინა. აგარი ემოციური ადამიანი ვარ. ანუ და ხანდახან შეიძლება ემოციებმა და ჩემმა დეპრესიულ მომენტმა გადაძალოს ჩემი мотиваცია, ჩემი დისციპლინა. და ამიტომ ამას ვაბალანსებ მაქსიმალურად მაგას ვთქვი. მუდმივი განვითარება ალბათ ერთ-ერთი ჩემი მთავარი მისია არის და კითხვა არის ხოლმე სათხება შენ და 5 წლის შემდეგ. მაგაზე მაქვს პასუხი ძალიან მარტივი, ბედნიერი მინდა რომ ვიყო. ხო, სადღაც კონკრეტულად არ მინდა რომ უბრალოდ სადაც ვიქნები, უბრალოდ ბედნიერი ვიყო. ხო, გეტყვი რომ 100 წელში ვიქნები, სადაც ვიქნები, ვიცი სადაც ვიქნები 100 წელში. მაგრამ 5 წელში მინდა რომ ბედნიერი ვიყო, ანუ ჩემი მისია ეს არის. და ისევ ვაგზავნე შექმნას. ხო, და არ ნებდებოდე რომ აი ისო ყველაფერი გავაკეთე ახლა და ვსო მოსჩა. ბოლო თვეებშიც გამოჩნდა რომ აი აქ ვიყავი მაგალითად და უცბად აქ აღმოჩნდი. ხო, რას გიმზადებს არ იცი ცხოვრება. მეც ეგრე ცოტა ხანდახან ნერვიულობა რომ შემომიტევს ხოლმე ან ქვეყნის მდგომარეობაზე რომ ვფიქრობ, უმაგაზე მე ფიქრობ ხოლმე რომ აი არ იცი მომავალში რა ხდება, შეიძლება რაღაცა უცებ მოხდეს კარგი, იმიტომ რომ ხშირად მქონია ეგეთი მომენტები რომ ცხოვრებაში ან LinkedIn-ზე მომწერდა ვიღაცა ან დამირეკავდა რომ აღარ მახსოვს და ეგ ძალიან კარგია. მანიფესტაცია მაქვს საკუთარ თავთან რომ ეგ უნდა გავაკეთო აუცილებლად. რომ კარგად იგრძნო თავი შიგნიდან.
ჩვევები, როდესაც რაღაცა მაზულო საშუალებას რო 1%-ით მაინც გავითარდე წინ, უფრო დიდ პროგრესს მომიტანს და უფრო დიდ შედეგს მომიტანს, ვიდრე მე რომ დავნებდე არაფერი გავაკეთო, რომელიც უფრო დამხევს. უკან. კი. ბევრად დიდი უკავშირი უკუსლა გამოდის, ვიდრე ჩემი 1%-იან, ამიტომ ყოველ დღე პატარა ნაბიჯი და მე უცებ სადღაც ხوارდან ხარ ხოლმე, ხო? შეგიძლია ამ კამერა ჩაიხედა და უთხრა ჩვენ მაყურებელს რომ გამოგვიწეროს და მოგვიწონოს და დაგვიკომენტაროს. აუცილებლად, მეგობრებო, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და ავიცი, ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება არის YouTube-ზე და ზოგადად ჩვენ სივრცეში, რომელიც ძალიან გვაკლია და ამით ეხმარებით, როგორც მარიამსაც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებ და გამოცდილებას, ამიტომ და ასევე მეგობრებო, ეს ჭიქა შეგვიძლია შევცვალოთ მერე და რამე უფრო ბრენდი აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი ლოგო. კაი იუთუბერი გამოხვიდოდი ისე. მე კი არ შემიძლია ეგრე. მე მგონი იფიქრე მაგაზე გახდი. დავასრულოთ ხო? დავასრულოთ. უღრმესი მადლობა ვინც გვიყურეთ. მადლობა. მადლობა. რაღაც საინტერესო და თორნიკეს მადლობა. ეს არის მეხუთე ეპიზოდი. ძალიან მიხარია რომ 5 ეპიზოდი ისე ჩავწერეთ, რომ სტუმარი პირველად ვნახე და ესე შემოვიდა კომუნიკაციაში. მე ძალიან მიხარია ეგ ამბავი. ეგ შეიძლება დამსახურება არის და გარემოსი მთელი გადამღები ჯგუფი. ჩვენი რეჟისორის უფრო, ჩვენი რეჟისორი არის სუპერ ადამიანი. სულ ახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ფუთავს ამ ყველაფერს, სადაც თქვენ უყურებთ. სიამდვილეში ხო ესე არ არის, რომ ეს სილამაზეს კი უყურებთ, მაგრამ ესე ხო არ არის, უკან არის იმხელა რაღაცა გასაკეთებელი. მადლობა ვინც გვიყურებთ, მადლობა ვინც გამოგვიწერეთ. YouTube არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლია რომ შენი თავი წარადგინო და წარმოაჩინო და უღრმესი მადლობა ვინც ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევთ. თორნიკე, მადლობა. მოდი ხელმე ჩამოგართო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ის, რა ქვია, ჟესტი, რომ ხელს ვასწრებ ხოლმე და მე მგონი საინტერესო გამოვიდა. და მეც ძალიან საინტერესო იყო. ისე გადის ეს დრო, რომ საერთოდ ვერ ვხვდები. მგონია რომ აი წეღან დაჯექი. ძალიან მალე გავიდა. კი, ძალიან. მორჩით ლუკა. Cool, good. Nachondies. Nachondies. Nachondies.